მოდით ჯერ კიდევ თავი დამთქვათ, ახლა კახი თქვენი სახელი? მარინე ნუროშვილი დაბადებული 55 წლის 28 დეკემბერს თოფახის უბანში კაკში მოკლედ რო ვთქვათ კაკში. აბა თქვენი ბავშვობის დროინდელი ქალები აი ეს მოძრაობები რაც გახსოვთ რომ ასეო წინ მიდიოდნენ უკან მიდიოდნენ კარგად ვერ ვაკეთებ, აი ეს, აი ფეხი მაწოხებს ვერ აი ეს ცეკვავდა. ფეხს ესე იატაკზე გაუსვამდნენ თუ უბრალოდ თქვენ მერწევთ მუხ? მიწაზე. ანუ ესე უსვამდნენ ფეხებს. აი არა მე მიწის ეს. მოდი ცოტა აქეთ გამოდი. ასე? აი მაქიდან რო დაიწყო კარგია უფრო. აი მაგალითად, თავი დაბლა იყო, აწეული არ ქონდათ, ეს კარგად მახსოვს. კი. თავები სულ დაბლა ქონდათ, აი ესე, აი თავი. აი ესე ცეკვავდნენ. აი ესე წრეს არ ყამდნენ. მე თუ ვინმე ის იყო, გამოწვევაც ქონდათ, იცოდნენ ვინ ცეკვავდა. თუ არა და დანარჩენების სურვილი თუ არ. აი თქვათ გამოწვევის ილეთი როგორ იყო? თქვათ აი ვინც მოკაცეკვავს და მოცეკვა ესე უყურებდნენ, ისიც საკმარისი იყო, ზოგი ხელითაც იქნებოდა, ესეც მახსოვს. და მე ვიკვრებოდა შემოდიოდნენ, ქალები შეიძლება 10 ყოფილიყო, შეიძლება 5 ყოფილიყო, შეიძლება 10 მეტიც ყოფილიყო, დიდი წრე ხდებოდა ხოლმე, დიდ წრეში ცეკვავდნენ აი ეს ყველა ქალი. ასე ხელით როგორ ანიშნებდნენ, აი მოდიო. ხელით აი მახსოვს აი ასე უჩვენებდა მე მაგალითად მოცეკვავ ვარ, ხო? ან მარიამი ვიცი მოცეკვავია. და მარიამს გადმოდიო რაღაცნაირად. ბევრი პატიჟი არ ჭირდებოდა იმ დროს. ყველა მოხალისე იყო, ვინც ცეკვავდა, ვისაც შეეძლო ეს შიფრობა შეესრულებინა. მე სხვადანაც, ხო ერთი კიდე წინ და უკან წასვლად იცოდნენ. კი. ჯერ ხო წრეზე ასე მიდიოდნენ. კი. მე აი ესე უკან მიდიოდნენ, ეს ძალიან კარგად მახსოვს. აი ესე უკან. და ისეთი ლამაზი მწკრივი გამოდიოდა ამ დროს ქალებს ქონდათ ის ინგილოური მაიზარი ფარტუკი, ქონდათ ნაწნავები, რა ვიცი ესეთი ახლო იმდენად არ მახსოვს უფრო კაბები მაიზარი. ეს მახსოვს. მეტი სხვა აბა მოდი როგორ ქენი იცი? ეს მოძრაობები გაიმეორე ისე ლაპარაკის გარეშე რომ შუაში არ გაწყვიტო არაფერი. აი უკომენტაროთ. ყველაფერი გაიმეორე ისე ოღონდ უკომენტაროთ. კი დაიწყე წრე და იმითი. მოიწედა ესე უკან მიდიოდნენ. უკან, წინ, ჯერ მერე უკან მიდიოდნენ. მერე ისე. არა, ეგეც ვერსად ვერ შეიძლება. ნახე რა თუნდია. ერთი წუთი იქითკენ დაფარა მაგიდის იმან და მოდი ცოტა უკან წადი. და ახლა ისევ გააკეთე თან ეს მოძრაობები და თან უკუსვლით მოძრაობა. მარია მახკერში. Gente povio. Grazie. ხომ არ შეიშალეს. კიდევ სხვა ცეკვა ხო არ გაგონდებათ რაიმე ქალების? აი ვისაც ახსოვს შეიძლება იმენი ლაპარაკოს რაღაც ერთი მონაკვეთი მეც შეიძლება რაღაცა გამახსენდეს, მაგრამ არ მგონია. ეს ჩემს მახსოვრობაში ძველებური სიმღერები როგორ გახსოვს? იგივე ქალმანი და წინ და იგივე დაიზინ შილო დაიზინ ჩემ ლამაზ ბალა დაიზინ ან ტიტიპა იმას არ თამაშობდით ქორწილობანას სადაც რომ მღეროდით ხოლმე ტიტი პატარზალო მალე გამოიო ტიტი პატარზალო მო ეს რაღაცას ვამბობდით მაგრამ ყველაზე მეტად საფეხას ვეძახდით იმის
კრამიტის თამაში არ გიხავთ, სიმღერა. თამარა თქვას თამაში რაც ეძახდი თამაში ასეთ ჩარჩოს იმას ვიზავდით, დავხაზავდით მიწაზე. ნამიან მიწაზე ჯოხებით, მე ესეთი კვადრატები გამოგუყავდა, რამოდენიმე ან 4 ან 6 ან 8. მე იდებოდა შუაში კრამიტი, წითელი კრამიტის ნაჭერი, ასევე 4 კუთხელი. მე ფეხით ესე წამოვკრავდით, ვინც სწორად ზუსტად ყველა უჯრაში გადასცემდა და გადაიტანდა, გამარჯვებული გამოდიოდა. ვისაც შეეშლებოდა ან გვერდზე გადავარდებოდა, ან სხვა უჯრაში წაგებული იყო. და ტილინი პატარა შუაში ამ შემთხვევაში. არა, ეს თამაში მახსოვს თქო, მაგრამ ეს ტილინი არა, ტი პატარზაო. ხო. ტი პატარზაო. ტი ქათამს როებნა პატარა ტი მოდი პატარზალო. მოდი პატარზალო, სხვა მეტი და ამას რო ამბობდი ტი პატარძალ, რამეს არ შიფრობდით ამ დროს? როგორ ვიკეთებდით გრძელ ფართუკებს რაღაც თითქოს. მე აქ ესეთი ის იყო კასინკერი იყო იმ დროს, ჩვეულებრივი, თავზე ესე წავიკრავდით ხოლმე, როგორც მოცეკვავე ხო, ჩიქილა ქალებმა იცოდნენ. აი მოცეკვავე ქალებსაც სხვადასხვის თავზე ჰქონდათ. და ეგრე ცეკვავდით ხოლმე. აი თქვა ტიტის ტექსტი არ გახსოვს, მაგრამ შენთვის თუ გინდა თქვი რომ ტიტი პატარზალო მალე გამოიო რაღაცა შენ კაცი თოლება 4 ქალო თუ რაღაცა ეგეთი, ცოტა შენთვის წაიმღერე და ცეკვით გვაჩვენე, აი იმას როგორ ცეკვავდნენ ტიტის. აი როგორ გახსოვს? ბავშვები თამაშობდით. კი, აი ბავშვები რო თამაშობდით სწორედ. ერთმანეთს ფართუკები გამოქონდა ზოგი ბებიის, ზოგს ვისი, ზოგს თვითონ თავის. მე მქონდა ჩემი ფართუკი, ბებიას მქონდა ჩემი შეკერილი, ესეთი რუშები მქონდა, დაბლო ოღონდ გრძელი იყო. პატარები რო ვიყავი, მოკლე კაბები მქონდა და ეს ფართუკი კარგად სიგრძეში, აი მუხტს ქვემოთ, გრძელი იყო და აი ესეთი არშიებით იყო რუშებიანი. ხო და აი მაგას გავიკეთებდით, მე გრძელი თმები მქონდა, ნაწნავებსაც დამიწნავდნენ გოგოები. ორ ნაწნავს. ხო და ისედაც ნაწნავებით დავდიოდით ხოლმე, თუ დამეშლებოდა. მე ყველა ასე ერთმანეთს ნაწნავს დავწნავდით, ასე ჩვეულებრივ ეგ როგორც ქალები ცეკვავდნენ, ჩვენც ეგრე ბაძავდით მას. აბა მოდი ახლა მიბაძე და ტიტი პატარძალზე, მოდი ცოტა ხენ. ეგ რო სადმე. არა, გააკეთე აბა რამოც. გაწუტანედოში არ გავაშმენებ თაიმანა. შეფრება მასწავლებელი ქალი ეგ რო ჩემ მოსწავლებმა ნახო. არ გინდა ახლა ჯურემეს ეკი იწერავს და მაგდო იჭყანო. როგორი სეროზია. მარკო პატარზალო, ტი პატარზალო, ტი პატარზალო, ასე ტი პატარზალო, ტი დანარჩენი არ ცოტა ისე რომ აქეთ რომ მოდიხარ, ფეხს ვეღარ იღებს და შენი ფეხები არ ჩანს. ნახევარ ქალი ჩანხა. წნევა ფიზიკას გეყოფა ახლა აღარ უნდა. აი ახლა გაიმეორე მაგი და მორჩად. ცოტა სიტყვების დაუმატე შენს განა ჭირდება გიორგი. არა მე ვერ დავუმატებ რა უნდა დავუმატო. ტი პატარზალო, ტი პატარზალო ცილა. ხო. ტი პატარზალო. პატარზალო და ეს ბავშვები გოგოები შუა ესე დაღმერე ხტუნავდით ეს ჩვეულებრივი ავტომატო? ხტუნავდით მე. აი ამ ტიტი პატარზალს დაახლოებით რამდენი ადამიანი იცეკვებდა? ბავშვებში? ხო. ესე იგი თითოეულ იმაში მაგალითად რამდენი ბავშვით ვიყავით. თქვა ჩვენ შემთხვევაში სადღაც 6-7 გოგო მოგროვდებოდით ხოლმე. ასე საკვანდით. გააჩნია ესე იგი რომელი მაგრამ აქაც ამ შემთხვევაში ხელჩაკიდებულები არ იყავით, ხო როგორც ჩანს? არა, ეგ არ მახსოვს. და ხელში რაიმე ხო არ გეჭირა ან პირსახოცი ან რაიმე თუ ასე თავისუფალი ხელი? არა, ჩვეულებრივი ხელებით ეგ მახსოვს. ის დანარჩენი ხელჩაკიდებული ეგ არ მახსოვს. კარგით, ახლა ბატონ კაცებს ვკითხოთ. ახლა ცოტა მარხას შენს და შენს პატივცემულოს იცებ. ზოგადად კაცები რას ცეკვავდნენ? მე კაცები ცეკვარ მირახავს, სწორი რომ გითხრა. რატო არც ერთ კორწილში არ ყოფილ ხარ კაცო? მახსოვს, არა. ოღონდ კაცები ქალებით ერთნაირად ცეკვავდნენ მე. არ მახსოვს. მე მგონი ხო. კაცები და ქალები ეგ. კაცების ზუსტად არ მახსოვს. აი რაც თქვა ხო ქალებთან, აი რა წრე. აი ბოხოხა ქუდები ქონდათ.
ქულები კი გასაგებია, მაგრამ მე მგონი ეგრე მე რაც აი ბუნდოვან ხო აი შალახოს არ ეძახდნენ თქვენთან? შალახეს იმ პერიოდში შალახო არა. თუ ახლებურად ეძახონა მე რა ხდება? მე რას 80-იან წლებში შალახო იყოს. ახლა გარსიბიცა სოსო ჟორდანიასთან ჩაწერილი აქვს შალახო. კი, მაშინ იყო. მაგრამ გარსი იყო ძალიან მოხუცი. მე რა შალახო შემოვიდა სოსო ჟორდანია ეხლა იყო 80-იანებში იყო. თალიკო რა შრება გაქვთ ურთიერთობა? ვინ თალიკო? გარსის თალიკო, თამაზაშვილი. არა, ეს ხო საუბანი გაქვს. თალიკო აი იტალიაში იქარი გათხოვილი შვილები. ეგ ვიცი, მაგრამ კიდე ხო არ ელაპარაკები მეთქი. დიდი ხანი არ ყოფილვა იგი სადაც უბრალოდ. ის სკოლაში მომდენ კარგი ადამიანი იყო, რაც მინახე. მე მაშინ მაგის მე რა ვიყო. კი, მაგრამ აი თქვა ხორცი, ანუ ქალების, კაცების ცეკვავდნენ ქალებისნაირად. ცოტა უფრო სხარტიმ ცეკვები არ ქონდათ? აი ესეთი გაწევ-გამოწევია ილეთები. მე რაც ვიცი, შენ უფრო კარგად მე უბრალოდ არ მახსოვს, ხო? სტემპზე, მუსიკის სტემპზეა დაკავშირებული. კი, იყო. გაწევ-გამოწევიანი ცეკვა მე მახსოვს, იცი, სიძეს სანამ ასე შეახტუნებდნენ მაღლა. სიძეს სანამ. ეგ ცეკვასთან ერთად არა თქვას. რა იყო სიძეს სანამ შეახტუნებდნენ რაო? აი სიძეს წრეს შეკრავდნენ კაცები. ხელი ჩაკიდებდნენ? ხო, მე სიძეს ყველა იხმარდა და ისროდნენ ჰაერში. ტრიალები. სტრეს სანამ სიძეს შუაში. მაგ კაცებიდან ვინ არის ახლა ცოცხალი? რა უფრო კარგად და სხარტად გვაჩვენოს. არავინ არ იქნება. ეგ კარგად მახსოვს, სიძეს შუაში იყო. წრე იყო კაცები. ეგ ცეკვები ყველა საფრთხეში იყო, არ იყო ეგრე ნელა. ვერ იქნებოდა ეგნელა. ზურნაზე სტრაფი ცეკვა იყო. ტრიალებდნენ და ჰოპალა სიძე. მე ხელში. მარტო ერთი წრე იყო? შემთხვევით ამ წრეს. შეიძლება 15-20-ის ყოფილიყო შიგნით. ეგ გასაგებია ქალბატონო, მაგრამ წრე მარტო ერთი იყო თუ ამ წრეზე კიდე მხრებით და ფეხებით დაადგებოდა მეორე წრე. ეგეც იყო, ეგეც დაგინახი, უა? ო, დამინახი. ო, ზედ დანადგომი დამინახი. აი ასე, ხელი გადა ხარზე გადახვეული და ერთი წრე რო ტრიალებდა დაჯდებოდა, მეორე წრე ასე დაადგებოდა სხვანულში არის. თუ გახსოვს, აი პირველ წრეში, აი მე ორი წრე რო იყო ერთად. ორი წრე გახსოვს თუ სამი წრე? არა, სამი არა, ორი წრე გახსოვს. წრესა თუ იარუსი ძახი. იარუსი რო ვთქვათ. აი პირველი იარუსზე დაახლოებით რამდენი კაცი იქნებოდა და მეორეზე დაახლოებით რამდენი? მეორეზე ცოტა, ძალიან ცოტა, ორი მახსოვს მე მაგალითად. შეიძლება ბევრიც იყო. ორი ვერ იქნებოდა წრეზე. ვერ იქნებოდა, მაგრამ ორი მახსოვს. მაგრამ იქ დაბლა ბევრი, შეიძლება 15-20-იც, რა ვიცი, ძალიან ბევრი. რატო 4-ზე 2 გამოდის? ძალიან ბევრი. ორი წრე ვერს კრავს, აი სამი მაინც უნდა იყოს. რატო? შეიძლება მესამე არ ავიღო, 4-2 კრავს. ხელები თავარი გაწდეს ერთად. ხომ ეს სრული იარუსი მაინც ეს არ არის. აბა მოდი მესამე გვაკლდე ეგრე არ იქნებოდა. ალბათ იქნებოდა, არ ვიცი. მაგრამ შენ არ გინახი. აი მართასაც კი წარმოიდგინე კარგად არ აკონდება. მე ვარ გავიგე ახლა, აი ნახე. მე ჯერ მართადან გავიგე, მე წავიკითხე. და მე ახლა მეორე ამ ძვირფასი შენიდიდან გავიგე და რო კითხო არაფერი არ იცი, მე მგონი შენ უფრო არაფერი არ იცი. არ ვიცი ხო გითხარ. არაფერი არ მახსოვს, ვიცი. აღმოჩენა გააკეთა ახლა, აი ნახე. მაგრამ არ მახსოვს. და მიშნის მოგევით უნდა. დამიდი იქა, ვეროლე. შენ დედა ხوار შიპროვდა, ვა? დედა შიპროვდა, ვა? დედა არა. მაშინ იმპერიო დედა გოგო თავის სახლში კი, მაგრამ ბიჭთან დედები არ მიდიოდნენ. მამა, დედა იქ. ისე ქალი კაცი არ იცეკვებდა ხო ერთად? ანუ ქალები არ იყო ძველად. ძალიან ძველად აღა ჩემ მე არ მახსოვს. ეგ ცეკვა რა ერთ გააკეთა ხო მაგრამ? ეგ ქალი და კაცი მე მახსოვს ეგა. არ მახსოვს. კაცები და ქალები ერთად ერთი მახაზ რა მინდა კითხოდა თქვენს. აი კაცები რო ცეკვავდნენ, ასე ხელებს ისა დაგრეხავდნენ ცეკვაში თუ არა? არა, კაცები თითქოს ასე. როგორ? თითქოს არ მახსოვს. შეკრავდნენ აი ეს ქართული არ გამაიყვანე ესეთ ეკრანები. მოიცა. აი ეს თითქოს მუშ ხელებს ასე მუშტებს. აი მე მგონი ესე იყო, აი ვერ იყო. მოიცა.
თავზეც იგი მახარჩენ თორა მე ვეხსერება კი არა ის ვეხსერება გავატოს ბიჭო იმ გაუტემის გამო ხო გითხარი თორე პატარა კი არა ვარ მე ჩემს დაგრაშეთ თავზეც იდებდნენ ხელ დაბახელები როგორ ქონდათ კაცებს ცეკვისას თითქოს მუშტი შეკრული ჰქონდათ გაშლილიც იყო ესეთი რაღაცნაირად ტრიალი ჰქონდათ და ესეთიც ჰქონდათ აი ესეთიც და ესეთიც მაგრამ ქალები რო ბევრს ატრიალებდით ასე ხელებს კაცებმაც ასევე ბევრჯერ იცოდნენ ხელების ტრიალს ეგ არ გახსოვს ეგ კაცმა რომელიც მაინც ვერ გააკეთა მახსოვს ეგ ვერ გეტყვი ეგ კაბული მახსოვს მაგრამ რატო ზოგიერთი კაცი ისეთია რომ ქალს ბაძავდა აი ესეთი მინახია მე ქალკაცი ეგ მახსოვს აბა რა გააკეთა ერთი წუთი ფეხებს ხვას აკეთებდა შენ ხო იცი ესე აბა ნახა გამოს ნაესე რაღაცნაირად აი ანა ესეთი იყო აი რაც ახლა შენ მადამ გააკეთა რა ხო ეგრე კაცებიც ეგრე აკეთებენ რომელ ცეკვაში გახსოვს აი კონკრეტულად რომელში ქორწილში მახსოვს გეუბნები შენ რა რომელ ცეკვაში რა რამდენი ცეკვა არის ისინი ყველანი ხო შემოსული იყო ხო გესმის იცი ხო მაგრამ დამკვიდრებული იყო კაცო და ეძახი ახლა 2 საუკუნის წინ შემოსული თუ 5 საუკუნის წინ შემოსული 100 წლის წინ იყო შემოსული რა 200 100 და მეტიც იქნებოდა იმიტომ რომ ოსე ჯანაშვილის აღწერებს რომ ვკითხულობ ესე იგი მე-17-დან უფრო მოსე ჯანაშვილის აღწერებს რომ ვკითხულობ ხანდახან მიკვირს ხალხი 3-4 დღე როგორ უძლებდა ზურნას მეთქი ყველა მეორე წინადადებაში ზურნა იწყებდა დაკვრას მახსოვს ხელები ან თითები გქონდა ყურებში ძალიან რო ვიღლებოდა და ის ხო გითხარი ეგ მახსოვს ყველა ერთი რო დაიდება მაგრამ იცი რა არის ალბათ სხვა საკრავი რო არ იყო ამ ზურნალმაც უკვე ალბათ მიჩვევა იცოდა არა თავარი რა იყო იცი მე დღესაც ეგრე ხო იცი ახმე ანგადა ხო არის მაგიტაფონს დადებდნენ და გეობაში ხმაური უნდა იყოს გესმის ამაზე იყო შენ ჟურნალს ხანულის გამომხატველი ხო არ იყო გარკვეულწილად ზურნა რა მე საბრძოლოა მე მგონი მოიციმართლე გითხრა ვერ გოგითხარი ივანიცკი ვალია მითხრა თავის ჩაწერილი მას ქორწილში რომ მეთქი ვინ უკრავდა ზურნა უკრავდა მეთქი ვიცი წყვილად უთხარი გესმის მეთქი ალბათ კარგია ზურნა ხო ისე ამაოდა მეთქი რას ლაპარაკო ერთი კვირა ყურები და სხვა არ გამდიოდა პატარძალი იყო გვერდზე უჭყიპინებდნენ ერთი კვირა ეგეთი რაღაცა რავია და ჩეკ გამორთე არა ჯერ არ გამომირთავს იმიტომ რომ ხა კიდე რაღაცა კითხვის დასმას ვფიქრობ მე კაცებმა ჩაჯდომა იცოდნენ ცეკვის დროს აი ბუქნები ეგ მახსოვს ბუქნით ხო თქვენზე ძველებიც აკეთებდნენ ბუქნას თუ უკვე თქვენ დრო შემოვიდა მე პატარა ვიყავი ძველები აკეთებდნენ ახალების არავის არ აკეთებდა იცი ეს შოხოლა კი არა ზოგიერთი აკეთებდა და ყველა რატო ვერა აი ახლა მე რაც მახსოვს ბევრი არ იყო ეგეთი ანუ ცოტა აკეთებდა ბუქნას ხო კი ბატონო შესულება ალბათ ხო ცერებზე დგებოდნენ მაგი ძალიან ძნელი ეგეთი არა ქალამნები ცერზე დადგები მაშინ ქალამნები ჩაგაცნო ქალამანს და დადექი ცერზე ქალამნები ყაისნაღე ქალამნები ეგენი არ ჭირდება ცერე ვარ მახსოვს არა გიორგის არ ჭირდება თქვენ რა თქვით ბები არას მიკერებდაო ფასტუხი თუ რა თქვით ვერთხი კარგად მაიზარ ფარტუკი ესეთი აქ შესაკრავით აი აქ ჩვენ არა მაიზარ იცის გაქისე სახში წინსაფარი ხო ოღონ ეს გული ქალები ვინც ეკავდნენ ესეთი გულიანები ოღონ მოქარგულები იყო იცით ის სხვანაირი ინგილოური აი აქ თითქოს ზოგს ვერცხლის ისინიც ჰქონდა ფული აი ეს შემოვლებული ჰქონდა რა დანაფერებში იყო მოქარგული მოქარგული ყავისფერები მუქი ლურჯი კიდე ყავისფერი მუქი ლურჯი ისფერები და ეს მთლიანად ისფერი მუქი ლურჯი იყო თუ ესე ჭრელი იყო ჭრელი უკვე ბოლო ძალიან ძველ ბებიებს ჭრელი არ ქონდათ ჭრელი უკვე თანდათან თითქოს თანამედროვეობის აქეთ თითქოს აქ იქით ძველ ეპოქაში
არა, ეს ერთი ფერის დაბლაც ესეთი ოქროს ვერცხლის ისინი ქონდა. აბა დაბლა ჩვენ დაბლა სად ქონდათ აბა? დაბლა ეს ფართუკი არ არის, ოღონდ ცოტა გრძელი იყო. ზოგი შეიძლება მოკლეც ყოფილიყო. ესეთი ხავერდის თითქოს მატერია იყო, ესეთი სქელი იყო. თხელი არ იყო. და დაბლა რა ქონდათ კიდე გადაკურული? დაბლაც ეგეთი არშია ვერცხლის. აი აქეთ გულზეც ესეთი კი არ იყო, ესეთი ოთხკუთხედივით იყო, ოღონდ ცოტა ესეთი განიერი ის ქონდა. ესეთი თხელი არა, წვრილი არა. განიერი ესეთი იყო, დაბლა აქ იკრებოდა. ხო და იქაც დაბლა ქონდა ესეც და ეკაც. ამით თავს იწონებდნენ. ვისაც უფრო მეტი ვერცხლის ფულიანი ის ქონდა, უფრო ემაყებოდა თითქოს რაღაც ესეთი იყო. მაგრამ ბებია მე მიკერავდა არა ასეთ გულიას. აი ჩვენ ბავშვებს. უგულო იყო. ოღონდ აი დაბლა ესეთი აი არში რუშებით ესეთი და თითქოს როცეკვავდით მოძრაობდა ის და ბავშვებს მოგწონდა. ხო არა გაშენახული სახში. არა. ან სურათი ხო არა გაქვს, ოღონდ ფერადია მის. არა. საერთოდ არა. ფერადი მაშინარი ქნებოდა. არა. სამწუხაროა. ერთი რამე ხო არ მექნებოდა. რა დაფიქრდა? ნახოაბა. ერთი შეიძლება მე და მალხაზის ის არის, მე ის აი ეს ფარტუკი, აი ეს მახსოვს თითქოს. აბა ნახავ ახლა ჩემს ალბომში. სურათს თუ თვითონ ცოცხალ? ის არა, სურათი. კი ბატონო, სურათს თუ ნახავთ, მაგას არა უშავს, მაგას წევიდან სურათს გადავუღებ. ხო, აი ახლა ნახავ. კარგით. სხვა ცეკვაზე ვერაფერს იტყვით, ხო? როგორ ჩვენეთ? აღარ მახსოვს, ხო, არ მახსოვს, რაც არ მახსოვს ახლა ტყუილი. ზოგიერთი თავი შევიწყენო ამ ხელა ქალმა. არა, რაც არ მახსოვს. მაგრამ ცოტა კაცების მაინც თქვით, მეტი კაცების. კაცების არ მახსოვს კაცების იმდენად. სიმღერები როგორ გახსოვს? ქალმანი და წინ და ტიტი ბატარზან, ჟერგა ქალევო, მამა ზაღლი გადევო. ბავშვობაში რომ ღეროდნენ თუ იმან და უფროსო მაგას არ ღეროდ. ბავშვობაში ხო და ის როგორ გაგონდება? შენო ცოტა ხმითა თქვა. არა მე ჩვენთან ეგეთი ის არ იყო სიმღერა და ის. და თამაშობდით ეგ იყო რა. კარგით, ნუ მაშინ ახლა პანტარას უფრასთან დავждებით, გავაგზავნებთ საუბარს და თუ რამე საჩვენებლად იქნება საინტერესო, კიდევ ჩავხთავ კამერას.